ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად უკვე მე-10 8%-იან ნიშნულზე შეინარჩუნა. ეს იმას ნიშნავს, რომ ცვლად განაკვეთიანი სესხების მომხმარებელთათვის ყოველთვიური შენატანი არც გაიზრდება და არც შემცირდება. ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილება რამდენიმე ფაქტორით არის განპირობებული, მათ შორის ინფლაციური მოლოდინები, ეკონომიკური აქტივობა და მსოფლიოში არსებული გეოპოლიტიკური მდგომარეობაა. 2025 წლის მეორე კვარტალში საქართველოს 1.8 საერთაშორისო ვიზიტორი ეწვია, რაც თითქმის 7%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ვიზიტორების უდიდესი ნაწილი 44% 31-დან 50 წლამდე მოგზაურებზე მოდიოდა. ამასთან 2025 წლის მეორე კვარტალში უცხოელი ვიზიტორების მიერ საქართველოში ვიზიტზე გაწეული საშუალო ხარჯი 6%-ით 2117 ლარამდე შემცირდა. ამავე პერიოდში სულ გაწეული ხარჯების 3,5 მილიარდ ლარს გაუდოლდა. ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა რუსეთიდან შემოვიდა. მეორე ადგილზეა თურქეთი, მესამეზე კი სომხეთი. შენებლობებზე გაცემული ნებართვების რაოდენობა შემცირდა. მიმდინარე წლის 6 თვეში საქართველოში შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე გაცემულია თითქმის 5424 ნებართვა, რაც 3%-ით ჩამორჩება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. ნებართვების ძირითადი ნაწილი 4 რეგიონზე, თბილისზე, მცხეთა-მთიანეთზე, ქვემო ქართლსა და კახეთზე მოდის. სამშენებლო ნებართვები ძირითადად გაიცა მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების, სავაჭრო ობიექტების, სასტუმროების, სამრეწველო საწარმოების, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტებისა და სხვა შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე. საქართველოს ერთიან ენერგეტიკულ ქსელს მზის 5 ელექტროსადგური მიუერთდება. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით მთლიანი ჯამური სიმძლავრე 10 მეგავატი იქნება და შედეგად ელექტროგადამცემ ქსელში მზის ენერგიის ინტეგრაცია საქართველოში პირველად განხორციელდება. საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ პროექტის განსახორციელებლად კახეთის რეგიონში მისკუთვნილ 5 ქვესადგურში თანამედროვე ტიპის უჯრედების მოწყობა უკვე დაასრულა. განახლებადი ენერგიების ოპტიმალური ათვისების მიზნით სამშენებლო ფაზაშია 125 მეგავატი სიმძლავრის ქარის სადგურებით. სამინისტროში განმარტავენ, რომ განახლებადი ენერგიის წყაროების სისტემაში ინტეგრაცია მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობაზე, გაზრდის ეკოსისტემის უსაფრთხოებას და შეამცირებს გარემოზე მავნე ზემოქმედებას. საქართველოში ელექტროძრავიანი მანქანების ბაზრის ზრდასთან ერთად მზარდია ელექტროდამტენების რაოდენობაც. კომპანია ისფეისი განაგრძობს ელექტრომანქანების დამტენების ქსელის განვითარებას და სხვადასხვა მომსახურებების ფიზიკური პირებისა თუ კერძო კომპანიებისთვის შეთავაზებას. კომპანიის ინფორმაციით წლის ბოლომდე სხვადასხვა რეგიონში დამატებით კიდევ 15-მდე სწრაფი დამტენი დამონტაჟდება და მთლიანობაში მათი რაოდენობა 100-მდე გაიზრდება. ჩვეულებრივი შედარებით ნელი დამტენების რიცხვი კი უკვე 200 ერთეულამდეა. საქართველოში ბოლო 5 წელში ელექტროძრავზე მომუშავე ტრანსპორტის რაოდენობა რამდენჯერმეა გაზრდილი. საქსტატის მონაცემებით იმპორტმა მაქსიმუმს მიმდინარე წელს მიაღწია. სულ იანვარ-ივნისში 3616 ერთეული ელექტროძრავიანი მანქანა შემოვიდა.